ლადო დადუ ქველაძეს მოკითხვა 30 ლარი. მოკითხვა ლადო. დადუ ქველაძეს. ლადო მოკითხვა. Elden Ring-ი არის შედევრი კი ბატონო. დადუს მოკითხვა. ჩემს ტყუპის ცალს გუდლეჯას უთხარით შეეშვას ჭუჭუს წელვას. გუდლეჯ. რაც გითხრეს? ნუგლეჯ. ჩვენ ვერ გეტყვით მაგას. აი ვაკომ კარგას გარიცნო. შემდეგი 8 ლარიანი. ფეხბურთელისთვის სულხანის ჯობს სახელად თუ ბადრი. ეს გუშინდელი კატინა გაცემს გაგზავნა. ფეხბურთელი სულხანი ვინიცი? ბადრი ყარაცხელია ბოლო და სულხანი ფეხბურთელი? სულხანი აჭარელი უნდა იყოს თან, ხო ალბათ მაინც. სულხან მე ვისაც სულხანს აჭარელია ყველა. ხო, სულხანები აჭარიდან არიან ყველაში. სადა, ანუ რატომ აჭარიდან არიან, მაგრამ სახელები ყო რაღაც სახელები არის, რომ კონკრეტულ რეგიონში უფრო მეტია. სულხან რო გეტყვის, რა ქვია სულხანი? როგორ ხარ, ჯო ეგრევნები ხოლმე. ახალი სულხანი იცი? არც აჭარელი არ ვიცი მე. მე ვიცი აჭარელი და. ანუ აჭარიდან არიან. ა? გური აჭარის გვერდზეა, ხო, ანუ ზღვისპირა სახელია. აქეთ ვერ ჩამოდიან სულხანები გაიჭედან. ბიჭო, ანახე. საზღვარგარეთ რა ქვია სულხანი? საგარეჯოს გარეჯის ფეხბურთელია. გიორგი არის ისეთი ყოვლის მომცველი სახელი, მარტო საქართველოში არა, ხო, სოფლიოში ჯორჯ რაღაცა, გიორგი, ჯორჯ. დათოც დეივიდ, დავითი რაღაცა ესა. და სულხანი, ცოტა სპეციფიკური სახელია, ხო? ისევე როგორც მაგალითად ვახტანგი. ხო? ვახტანგი მარტო მეფეებს. არა, ნახე ვახტანგით შეიძლება აი სვანი ვახტანგი არ ვიცი. აი რაღაც არ უხდება თითქოს რა, სვანს ვახტანგი არ უნდა ერქვას. ისე წყალში შევიდა რომ აი აქ შეყოლა ეხა. რატო? ანუ რაღაც აბსურდი. რატო შევახტანგი ავერიანი? ჰა? ხა ბევრი შეიძლება იყოს ვახტანგის ვარაში. ბიჭო, ანუ აი უფრო ისეთი სახელია რა, რაღაცა ბარის, თითქოს ბარის სახელი. სულხანი? ანუ ანახე ვახტანგი უფრო ისეთ სახელია, რომელიც არ არქმევდნენ, ანუ მაგის თქმა უნდა. ხო, მთაში არ არის რა ეგეთი სახელი რა, ხევსურეთის და სვანეთის და ის. თუმცა მე ხა წარმოშობით მართალია არ ვარ იქიდან ესე, მაგრამ წარმოშობით რაჭველი ვარ, მაგრამ ვახტანგი გიმქვია. მაინც თის სახელი არა, არის ბარის სახელი. უფრო იმიტომ რომ ვახტანგის წარმოშობა მაინც სპარსულია სახელის და უფრო რაღაც ირანთან ახლოს ცხოვრები ტიპი უნდა ყოფილიყო, ანუ ქართლში სადმე. გასაუბრა ლოგიკურ შეჭომა იყო ვახტანგი გორგასალს რო ერქვა, იმიტომ ერქვა რომ აქ ცხოვრობდა და არა იმაში რა ქვია, აფხაზეთში, ხო? გასაგები. აქეთ იყო. სპარსეთთან ახლოს. ორშაბათი თქვენ გამო მიყვარსო წერენ მეგობრებო 8 ლარიანი დონაციით. ორშაბათი რო ჩვენ გამოგიყვარს ძალიან კაი. აი, ტიპს რო ალუდა ქვია, ხვდები რომ თიანეთნარიო, აი. მართალია, ალუდა რო ქვია, ტიპს ხა იქიდან არ იქნება გორიდან სავარაუდოდ. ალუდა ბუჯით. არა, მაგასო. ბევრი სვანია ვახტანგი, ხო შეიძლება? არა, ეხლა უკვე კი კაცო, ეხლა არეულია, მე გეუბნები ზოგადად წარმოშობა სახელების რა, საიდან. ეხლა უკვე გლობალიზაციის პირობებში? ხო, ეხლა. რავი, არონი და ნიკოლასი და რაღაცები ქვიათ ბავშვებს, ხო? ანუ ხო. ეხლა მოდი ორი თემა მაქვს თქვენთვის. ერთი არის ის, რომ ბარსელონას და ვილიარეალს მისცეს თქო, მე სულხანზე მაინტერესებს, მაინც ერთ წამით. მე სულხანზე მაინტერესებს. ვაკ, უნდა იძალო ეხლა. შენ ხარ პროდიუსერი. ბარსელონას და ვილიარეალს მისცეს და სულხან შაინიძე. მე მაინტერესებს სულხანი, ეთქვათ კახეთში. აი, ხო ბიჭო, ნახე. ხო არის რომ სულხან კახეთში დაიბადება ბავშვი, ხო, თელავში ან გურჯაანში. რაღაცა სახელებიდან არჩევს სავარაუდოდ ტიპი რომ დაარქვას. ხო? მიხო. თუნდაც რავი, გიორგი დათო ეგენი სულ არის, ლევანი რაღაცა ესა და მიხეილი კახური. უფრო კახური. მიხო თქვენ სიტყვას. მაგრამ სულხანი არ ამგონია რომ კახეთში იყოს არჩევანი. ხო. შეიძლება ვიღაცამ დაარქვას სულხანი კახეთში ბავშვს, მაგრამ არ ამგონია. უფრო მგონია რომ შეიძლება დაარქვან ეგ აჭარაში. ნუ ვიცნობ აჭარელ სულხანებს. მინიმუმ ერთს ვიცნობ, დაჟე ორს. მე არ გქონია ეგეთი ის რომ აჭარიდან. ხო და რავი, მე მაგიტომ აქ შეიძლება არ ვიცი. ამ თლადაგეთი აჭარული სახელი არა როგორც მიხვა კახური. სულხან კვერენჩხილაძე იყო 90-იანებში. 90-იანებში რომ მამაჩემმა. სულხან კვერენჩხილაძე. მე სადა კვერენჩხილაძე და ორგვარი. მიხო როგორც არის სტერეოტიპული გვარი, ეხლა სახელი კახეთისთვის. ურული აჭარელი. გამიგე? დიახ. მიხო როგორც არის სტერეოტიპული კახეთისთვის და ალუდა როგორც არის მთის. იმიტომ რომ იმ კაცმა ნაწარმოები დაწერა ბოლო-ბოლო, ხო? ხო და ანუ ჯერად იქარქმევენ ხო? ხო და სულხანი ეგეთი სტერეოტიპული სახელი აჭარისთვის არ არის. მაგასო. კი ბატონო, მაგას შეთანხმები, ეგრე არ არის, ხო, მაგრამ ჩემ წარმოდგენაში არის თქო მაინც, ანუ სულხანი რომ ესმის, გონია რომ აჭარელი უნდა იყოს. ჭიჭიკია არის. სულხან საბორბელიანს არ გულისხმობ. იმერეთი.
ანუ ეგ ხო, ასე გეჭია, მაგრამ ეგ ხო ანეკდოტური სახელებია რა. რა ბიჭიკოშიც. ბიჭიკო. კახეთშიც გვია სულხანი მარნაკლებად. ხო, მაგას სამაგრელოში ედემი. კი, აჭარაში ბევრი სულხანია. ედემი. მეტი კი აფერ ამითქომს გოც. ხო, კაი. ეს სტერეოტიპებს იმაშვებია. ვაკო, ბოდიში გაგაწყვეტინა ჩვენმა წამყვანმა.